ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო ხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩოჩილაძე არიან დაბარებულები. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე მთია წულუკიანმა განაცხადა. გამოკითხვების მთავარი თემა 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები იქნება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინ და ხდომაზე კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილს, ცესკოს წარმომადგენელს გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელს ირაკლი ნადარეიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძეს მოусმინეს. იყო ის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ეს კომენტარი, რომლებზეც თავი ამოსანა არის ნაციონალური მოძრაობის განადგურება, ამისთვის ჭირდება ეს კომისია, პუტინის ინსტრუქციას გახლავთ, იმიტომ რომ მოხდეს დაისჭა წარმატებული ქართული სახელმწიფოს შექმნის მცდელობის, ასე ვთქვათ, და შექმნის. რაც შეეხება მეორე მიზეზს გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დღესასწაული არის შექმნილი და დაკავშირებული არის არადან მოყრობასთან, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან, დიქტატურის დამყარებასთან, მათ სურთ რომ დღესასწაული შექმნან, რომელიც უკავშირდება 13-15 წელიწადამდე მოვლენებს. ჩვენ ვართ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც რა თქმა უნდა შევაგროვებთ მტკიცებულებებს, მოусმენთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, ასევე ამასაც მტკიცებულებად დავთავთ დასკვნას და შესაბამისად რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანები კიდევ ორი ჯერზე ჩვენი კითხვებით და მათი პასუხებით ნათელს მოფენენ ყველაფერი იმას, რის გამოც არის შექმნილი კომისია. იქნება ჩვეულებრივი საგამოძიებო, საპარლამენტო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ დავუსვამთ შეკითხვებს, ისინი გაფრთხილებულები იქნებიან წესის შესაბამისად, რომ წინასწარ შეცდომით ყალბი ინფორმაციის მოწოდებაზე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გასცემენ შესაბამის კითხვებს პასუხებს. კომისიის მნიშვნელობა არის დაადგინოს ის სისტემური დანაშაულები, რაც ხორციელდებოდა 2003-2012 წლებში, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა, მათ შორის უახლოეს მოკლე პერიოდში იმ ადამიანებმა, რომელსაც არ ახსოვთ ის სასტიკი, ერთად ხასიათდებოდა სააკაშვილის რეჟიმი, მიიღოს სწორი ინფორმირებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმის მიერ იქნენ, ამ რეჟიმის პერიოდში მოქმედებდნენ, წარმოადგენდნენ ამ რეჟიმის სახეს და დღეს ცდილობენ ძალადობრივი მეთოდებით დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ეს რომ იქნეს აღკვეთილი და ადამიანებმა მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში.